და საერთოდ ყველა ადამიანი არის ინდივიდი. ოღონდ ჩვენ ზოგჯერ ძალა არ შეწევს, რომ ჩვენ თავს არ უღალატოთ. ანუ შენ მაშინ ახარ მართალი, როდესაც როგორც გაჩთი, შენ თავს არ ღალატობ და შენ ხარ. ჩვენ ყოველთვის არა ვართ ჩვენ, ხო? ზოგჯერ პოზირებთ. შეიძლება ბუნებრივად პოზირებთ, ძალიან თამაშობთ რაღაცა ტიპებს ან რაღაცა, ხო? ხო და რამდენად ჩვენ ვართ, ეს არის მთავარი და ხელოვნებაშიც ესეა, ხო? რამდენად ჩვენ ვართ. ხა იღებენ ფილმებს, ხო? ყველა ფილმი მაპატიეთ იმ რეჟისორებს ძალიან პატივს ვცემ, ძალიან ვაფშე ყველა ქართველი მე მგონი ნიჭიერი ადამიანია, მაგრამ შოკოლადის რეკლამის ესთეტიკით. რო შეხედავ არის ან მეორე ვარიანტია ისა ბაძავენ უცხოურ კინოს. და გონიათ რომ ეს აი რადგან არავის არ უნდა ეძიოს და თვითონ რა არის, თვითონ ვინ არის, თავის პოზიცია გამოამჟღავნოს. არავის კინოს ესთეტურად თუ შინაარსობრივად ამ რა ყველანაირად. შენ რო უყურებ ფილმს, ყველა გენიოსს ესეხება. აი თქვათ პაზოლინს უყურებთ, ვისკონსინს უყურებთ. იმათ შეიძლება რაღაცა ტექნიკური, ეხა შეიძლება ოპერატორი მოვიდეს და თქვას, იცი ამ პაზოლინს აქ ცეცება აქვს, ეს არ არის პროფესიონალური, აქ ამას რა მნიშვნელობა აქვს? იქ თავარია, იქ არის პოზიცია. პოზიცია თუ არა აქვს რეჟისორს, ის არის ლამაზი რეკლამის რეჟისურა რა. აი ლამაზად გადაღებულია ეს კადრი ძალიან გემოვნებით შეიძლება, გენიალურად შეიძლება ეს დამონტაჟებული ტექნიკურად, მაგრამ ტექნიკურად